ჩვენი სიტყვები, რომლებსაც ჩვენ წარმოვთქვამთ, ან სამყაროში ვაგზავნით, უბრალოდ სიტყვები არ არის. სიტყვებს აქვთ ენერგია. და ეს ენერგია არის ჩვენი გზავნილი სამყაროში. როდესაც ვინმეს პლანს ღავთ, ვაგზავნით ბანანელ ენერგიას. როდესაც ვინმეს ვამცირებთ, ასევე ბანანელ ენერგიას ვაგზავნით. როდესაც ვინმეს შევურაცხყოფთ ან ვაკნინებთ, ეს აუცილებლად ბრუნდება უკან და ბრუნდება გასამაგებლად. ვერასოდეს ვერ განსაზღვრავ, რა გავლენას მოახდენს შენი სიტყვა სხვებზე, სხვის სულზე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ბოლოწვეთი. მაგრამ ის ტკივილი, რომელსაც შენ ავრცელებ, სინამდვილეში შენი ტკივილი. და ის აუცილებლად დაგიბრუნდება. უფრო მეტიც, ის დაბრუნდება ისეთი ძალით, რომელზეც არასოდეს გიფიქრიეთ. ამ ენერგიამ, რომელიც გააგზავნე და უკან დაბრუნდა, შეიძლება დაარტყას ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჩვენს შვილებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს ბედნიერებას. საერთოდ, როდესაც ადამიანი ამცირებს ან აკნინებს სხვას, ან მისი პირიდან სიძულვილი ამოდის, უბედურია. უბედურია სინამდვილეში მისი ეს გზავნილი წარმოადგენს ძახილს, მოთხოვნას, მოწოდებას. სინამდვილეში მისი შინაგანი ინტენცია, მოტივაცია იმდენად უცნაურია, რადგან ეს სინამდვილეში ნაკარნახებია იმით, რომ ეს ადამიანი, რომელიც ამგვარად იქცევა სიყვარულის, ბედნიერების, სინათლის, ნათელი ენერგიის ნაკლებობას განიცდის. და ის პრაქტიკულად ცდილობს მიაწვდინოს ხმა სამყაროს უთხრას, რომ მე სიყვარული მჭირდება, მე აღიარება მჭირდება. აი ვიღაცამ, ვინც გავლანძღე, ვისაც ცუდი სიტყვა ვუთხარი, ვისაც გული ვატკინე, ვისაც დავცინე, დავაკნინე. ეს იმიტომ გავაკეთე, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ იმ ადამიანს არ აკლია ის, რაც მე მაკლია. იმ ადამიანს აქვს ყველაფერი, რასაც მე შევნატრი. ანუ იმ ადამიანს აქვს ბედნიერება
დანათის მზე თავზე. ის ცხოვრობს თავის შვენიერ სამყაროში და მე ეს ყველაფერი არ მაქვს. აი ეს არის ნამდვილი გზავნილი. ეს არის დაჭრილი სულის ძახილი, დაჭრილი სულის ტკივილი, მარტოობის აპოთეოზი, ტანჯვის უმაღლესი გამოვლინება. როდესაც ადამიანი ასე იქცევა, ის გაუცნობიერებლად საკუთარ თავს ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ვიდრე ამ სიტყვების წარმოთქმამდე იყო და წარმოდგენა არა აქვს. წარმოდგენა არა აქვს თუ რა ძალით, როგორი წამლეკავი მორევივით შეიძლება ეს დაუბრუნდეს, როგორ დაანგრიოს მისი ცხოვრება, როგორ ამოძირკოს ის ბოლო სინათლე, რაც მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ამ ადამიანს იმის დანახვა არ შეუძლია, იმდენად უბედურად გრძნობს თავს. თუ არ შეგიძლია რომ კარგი თქვა, დუმილე ამჯობინე, იმიტომ რომ ენერგიას, რომელსაც აგზავნა, აუცილებლად დაებრუნებ და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ეს არის სამყაროსეული კანონზომიერება. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვისამე დაკნინებით, აბუჩათაგდებით, დაცინვით, საკუთარ თავს წარმოაჩენთ უკეთესად, დამერწმუნეთ რომ ცდებით, დამერწმუნეთ რომ თქვენი სიტყვები ამ დროს, როცა წარმოთქვამთ ან წერთ, შესაძლოა გამოიყურებოდეს აი ამის დანახვა რო შეგვეძლოს და ამის ვიზუალიზაცია შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც მაგალითად გომბეშო, როგორც მაგალითად მონსტრი, რაც შეიძლება წარმოედგინო ან შენს წარმოსახვაში დაიბადოს, როგორც მაგალითად ისეთი სიბნელე, რომლითაც შემდეგ თავად იქნები გარემოცული და ეს ენერგია, რომელიც გააგზავნე, აუცილებლად გასამაგებულად დაბრუნდება და ისახება შენს ჯანმრთელობაზე, შენს ფინანსებზე, შენს ოჯახზე, შენს ბედზე, როდესაც სხვას აყენებ ტკივილს, შენივე ენერგეტიკულ ველს აბინძურებ, შენივე ცხოვრება გექცევა ნანგრევებად. არასოდეს არ ქრება ამ სამყაროში არაფერი უკვალოდ. ამიტომ იფიქრე რას აგზავნე. ყოველი უხიაკი, ცუდი, ენერგეტიკულად მძიმე სიტყვა ბუმერანგია, რომელმაც შეიძლება შენს ცხოვრებას ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყას. იყავით ბედნიერი, იყავით კეთილი, იყავით თბილი და ეს ყველაფერი აუცილებლად თქვენსავე ცხოვრებას გაანათებს. ბედნიერი